თავი მეცხრე, ყველაზე საკრალური ცოდნა. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ვინაიდან შენ არასოდეს გშურს ჩემი, მე გაგინდობ ამ ყველაზე საკრალურ ცოდნასა და რეალიზაციას, რომლის ცოდნითაც განთავისუფლდები მატერიალური არსებობის ტანჯვებისაგან. განმარტება: რაც უფრო მეც ისმენს ერთგული უზენაესი უფლის შესახებ, მით უფრო ნათლდება. მოსმენა რეკომენდირებულია შრიმად ბჰაგავატამში. ღმრთეების უზენაესი პიროვნების ეპისტოლეები აღსავსეა ძლევამოსილებით, რომელთა შეცნობა შეიძლება ერთგულთა წრეში, უზენაეს ღმრთეებასთან დაკავშირებული ამბების განხილვის შედეგად. ამის მიღწევა შეუძლებელია სპეკულაციურ მოაზროვნეებთან ან აკადემიურ მეცნიერებთან ურთიერთობაში, ვინაიდან ეს რეალიზებული ცოდნაა. ერთგულები გამუდმებით არიან დაკავშირებული უზენაესი უფლის სამსახურში. უფალს ესმის კრიშნას ცნობიერებით დაკავებული კონკრეტული ცოცხალი არსების აზროვნება და გულწრფელობა და აძლევს მას ერთგულებთან ურთიერთობაში კრიშნას ცნობიერების გაგების გონებას. კრიშნაზე მსჯელობას დიდი ძალა აქვს და თუ კი იღბლიანი ადამიანი ასეთ წრეში აღმოჩნდება და შეეცდება ცოდნის შეთვისებას, აუცილებლად წინ წაიწევს სულიერ შემეცნებაში. უფლის ყოვლისშემძლე სამსახურში არჯუნას შთამოგონებისთვის უფალი კრიშნა მეცხრე თავში განიხილავს აქამდე განხილულ ნებისმიერ საკითხზე უფრო საკრალულ ცოდნას. ბჰაგავად გიტას პირველი თავი მეტნაკლებად მთელი წიგნის შესავალია. მეორე და მესამე თავებში კი აღწერილ სულიერ ცოდნას საკრალური ცოდნა ეწოდება. მეშვიდე და მერვე თავებში განხილული საკითხები ერთგულ სამსახურთან განსაკუთრებით არის დაკავშირებული და რადგან მათ გასხივოსნება მოაქვს, კრიშნას ცნობიერებაში უფრო საკრალური ცოდნა ჰქვია. მაგრამ მეცხრე თავში განმარტებული საკითხები შეურეველ წმინდა ერთგულებას ეხება, ამიტომ მას ყველაზე საკრალური ეწოდება. ის, ვინც კრიშნას შესახებ ყველაზე საკრალურ ცოდნას ფლობს, უდაოდ ტრანსცენდენტულია. ამიტომ მატერიალურ სამყაროში ყოფნის მიუხედავად, მატერიალური ტკივილები არ აწუხებს. ფაქტი რასამრიტა სინთუში ნათქვამია, რომ ის, ვისაც გულწრფელად სურს სიყვარულით ემსახუროს უზენაეს უფალს, მატერიალური ყოფიერების განპირობებულ მდგომარეობაში რომც იმყოფებოდეს, მაინც განთავისუფლებულად უნდა ჩაითვალოს. სწორედ ასევე, ბჰაგავად გიტას მეათე თავში ვნახეთ, რომ ასეთი საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი პიროვნება განთავისუფლებულია. პირველი ლექსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიტყვები ეს ცოდნა ეხება წმინდა ერთგულ სამსახურს, რომელიც შედგება 9 სხვადასხვა საქმიანობისგან: მოსმენის, გალობის, მოგონების, მსახურების, თაყვანისცემის, ლოცვის, მორჩილების, მეგობრობისა და ყველაფრის მინდობისგან. ერთგულის სამსახურის ამ 9 შემადგენელი ნაწილის შესრულებით ცოცხალი არსება სულიერ კრიშნას ცნობიერებამდე მაღლდება. როდესაც მისი გული ამგვარად სპეტაკდება, მატერიალური უწმინდურობისგან კრიშნას მეცნიერებას გებულობს. საკმარისი არ არის იმის უბრალო ცოდნა, რომ ცოცხალი არსება არამატერიალურია. ეს სულიერი შემეცნების დასაწყისს შეადგენს, მაგრამ საჭიროა იმ განსხვავების გაგება, რაც სხეულის მოქმედებებსა და იმ პიროვნების სულიერ მოქმედებებს შორის არსებობს, ვისაც ესმის, რომ იგი სხეული არ არის. ამ ლექსში მეტად მნიშვნელოვანია სანსკრიტული სიტყვა ანასურიაბე. როგორც წესი, ყველას დიდად განათლებულ კომენტატორებსაც კი შურთ ღმრთეების უზენაესი პიროვნების კრიშნასი. ყველაზე ერუდირებული მეცნიერებიც კი არასწორ კომენტარებს წერენ ბჰაგავად გიტაზე. კრიშნასადმი შურის გამო მათი კომენტარებიც უსარგებლოა. უფლის ერთგულთა კომენტარები ჭეშმარიტია. შურიელნი ვერ ახსნის ბჰაგავად გიტას და ვერ სრულყოფილ ცოდნას მოგცემთ კრიშნაზე. სულელია ის, ვინც არ იცნობს კრიშნას და აკრიტიკებს მას.
დიდი სიფრთხილით უნდა ვერიდოთ ასეთ კომენტარებს. ეს თავი დიდად დაეხმარება მას, ვისაც ესმის, რომ კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნება, წმინდა და ტრანსცენდენტული პიროვნებაა. ლექსი მეორე. ეს ცოდნა განათლების მეფეა, საიდუმლოთა საიდუმლო. წმინდა ცოდნაა და ვინაიდან მისი საშუალებით სული უშუალოდ აღიქმება რეალიზაციის გზით, რელიგიის სრულქმნას წარმოადგენს. იგი სამარადისოა და მის შესრულებას ბედნიერება მოაქვს. განმარტება. ბჰაგავად გიტას ამ თავს განათლების მეფე ეწოდება, ვინაიდან აქამდე გადმოცემული ყოველი მოძღვრებისა და ფილოსოფიის არსს წარმოადგენს. ინდოეთის ძირითადი ფილოსოფოსები არიან გაუტამა, კანადა, კაპილა, იაჯნავალკია, შანდილია, ვაიშვანარა და დასასრულ მოდის ვიასადევა, ვედანტა სუტრას ავტორი. ამრიგად უზარმაზარი ცოდნა მოგვეპოვება ფილოსოფიისა და ტრანსცენდენტული მეცნიერების სფეროში და აი, უფალი ამბობს, რომ მეცხრე თავი არის მთელი ამ ცოდნის მეფე, არსი ვედებისა და სხვა ფილოსოფოსების შესწავლით მიღებული მთელი ცოდნისა. იგი ყველაზე საკრალურია, ვინაიდან საკრალური, ანუ ტრანსცენდენტული ცოდნა გულისხმობს სულსა და სხეულს შორის არსებული განსხვავების გაგებას. მთელი საკრალური ცოდნის მეფე კი მწვერვალს აღწევს ერთგულ სამსახურში. როგორც წესი, ხალხს არ აქვს განათლება ამ საკრალურ ცოდნაში. ისინი განსწავლული არიან ზედაპირულ ცოდნაში. რაც შეეხება ჩვეულებრივ განათლებას, ხალხი მრავალი დარგითაა დაკავებული: პოლიტიკით, სოციოლოგიით, ფიზიკით, ქიმიით, მათემატიკით, ასტრონომიით, საინჟინრო მეცნიერებითა და სხვა. მსოფლიოში უამრავი მეცნიერება და მრავალი უზარმაზარი უნივერსიტეტია, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს არც ერთი უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო ინსტიტუტი, სადაც ისწავლება მეცნიერება ტრანსცენდენტული სულის შესახებ. მიუხედავად ამისა, სული სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სულის თანდასწრების გარეშე სხეულს ფასი არ აქვს და მაინც ხალხი უდიდეს ყურადღებას აქცევს სხეულის მოთხოვნილებებს და არაფრად აგდებს ცხოველ სულს. ბჰაგავად გიტაში განსაკუთრებით მეორე თავიდან მოყოლებული ხაზგასმულია სულის მნიშვნელობა. დასაწყისში უფალი ამბობს, რომ ეს სხეული წარმავალია, სული კი მარადიული. უბრალოდ იმის ცოდნა, რომ ტრანსცენდენტული სული განსხვავდება ამ სხეულისგან და რომ ბუნებით იგი უცვლელი, ურღვევი და მარადიულია, ცოდნის საკრალურ ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ ეს არ დადებით ინფორმაციას არ იძლევა სულის შესახებ. ზოგჯერ ხალხს გონია, რომ სული განსხვავდება სხეულისგან და რომ სხეულის კვდომისას ან ცოცხალი არსების სხეულიდან განთავისუფლების შემდეგ სული სიცარიელეში რჩება და უპიროვნო ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. როგორ შეიძლება სხეულში ესოდენ მოქმედი სული უმოქმედო გახდეს სხეულიდან გამოსვლის შემდეგ? იგი ყოველთვის მოქმედია. თუ კი მარადიულია, მაშინ მარადიულად მოქმედიც იქნება და მისი მოქმედებები სულიერ სასუფეველში სულიერი ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ აქ აღნიშნულია, რომ ტრანსცენდენტული სულის ეს მოქმედებები მთელი ცოდნის მეფეს ყველაზე საკრალურ ნაწილს წარმოადგენს. როგორც ვედურ ლიტერატურაშია განმარტებული, ეს ცოდნა უწმინდესია ყოველ საქმიანობათა შორის. პადმა პურანაში განხილულია ადამიანის ცოდვითი საქმიანობა და ნაჩვენებია, რომ ეს მრავალი ცოდვის შედეგებს წარმოადგენს. ვინც კარმიულ საქმიანობას ეწევა, ექცევა სხვადასხვა სტადიისა და სახის ცოდვითი რეაქციების ტყვეობაში. მაგალითად, ხე თესლის ჩარგვისთანავე არ იზრდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. თავიდან პატარა ენერგია, შემდეგ ხედი იქცევა, შემდეგ ყვავილებსა და ნაყოფს ისხამს და როდესაც ზრდას დაასრულებს, ხის მთესველი იმკის მოსავალს. ასევე ადამიანიც ჩადის ცოდვას და თესლის მსგავსად ნაყოფის გამოსაღებად მასაც დრო სჭირდება. არსებობს სხვადასხვა სტადიები. ადამიანმა შეიძლება შეწყვიტოს ცოდვითი საქმიანობა,
მაგრამ ამ ცოდვის შედეგები, ანუ ნაყოფი, მაინც უნდა მოიმკას. ზოგიერთი ცოდვა ჯერ კიდევ თესლის სახითაა, ზოგიერთი კი მომწიფებულია და გვაძლევს ნაყოფს, რომელიც ტანჯვისა და ტკივილის სახით უნდა მოვიმკათ. როგორც მეშვიდე თავის 28-ვე ლექსშია განმარტებული, ვინც ბოლო მოუღო ყოველი ცოდვიტი საქმიანობის რეაქციებს და მთლიანად ღვთაებრივი საქმიანობითაა დაკავებული, მატერიალური სამყაროს ორმაგობისგან თავისუფალი, იწყებს ღმრთების უზენაესი პიროვნების კრიშნას ერთგულ სამსახურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი, ვინც რეალურად დაკავებული არიან უზენაესი უფლის ერთგული სამსახურით, უკვე განთავისუფლდნენ ყოველგვარი რეაქციებისგან. ეს დებულება დადასტურებულია პადვა პურანაში. მათთვის, ვინც ერთგულად ემსახურებიან ღმრთების უზენაეს პიროვნებას, თანდათანობით ქრება მთელი ცოდვითი რეაქციები. მომწიფებული იქნება ისინი მომწიფებელი თუ თესლის სახით. ამიტომ ერთგული სამსახურის განწმენდი ძალა ძალზე დიდია და მას პავიტრამ უტამამ უწმინდესი ეწოდება. უტამა ნიშნავს ტრანსცენდენტულს, ტამას არის ეს მატერიალური სამყარო, ანუ სიბნელე. უტამა კი ის, რაც მატერიალურ საქმიანობას მიღმაა. ერთგული სამსახურის საქმიანობა არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ მატერიალურად. თუმცა ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ერთგულები უბრალო ადამიანებივით მოქმედებენ. ვისაც ჭეშმარიტი ხედვა აქვს და ერთგულ სამსახურში ერკვევა, იცის, რომ ეს არ არის მატერიალური საქმიანობა. მათ არ ეხება ბუნების მატერიალური მოდუსების სიბინძურე, ამიტომ ყოველი მათგანი სულიერია და ერთგულ სამსახურს მიეკუთვნება. ნათქვამია, რომ ერთგული სამსახური იმდენად სრულყოფილია, რომ მისი შედეგების უშუალოდ აღქმა შეიძლება. ეს უშუალო შედეგი რეალურად აღიქმება და პრაქტიკული გამოცდილებით ვიცით, რომ ვინც კი კრიშნას წმინდა სახელებს გალობს, ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე, შეურაცხყოფების გარეშე გარკვეულ ტრანსცენდენტულ სიამოვნებას განიცდის და ძალიან მალე იწმინდება მთელი მატერიალური სიბინძურისგან. ამას ნათლად ვხედავთ. უფრო მეტიც, თუ კი იგი არა მარტო ისმენს, არამედ ცდილობს ერთგული სამსახურის ეპისტოლის გავრცელებას, ანუ კრიშნას ცნობიერების მისიონერული მოღვაწეობის დახმარებას, თანდათანობით სულიერ პროგრესს გრძნობს. სულიერ ცხოვრებაში განვითარება არ არის დამოკიდებული აქამდე მიღებულ რაიმე განათლებასა თუ ღირსებებზე. თავად გზა იმდენად წმინდაა, რომ უბრალოდ მისი დაწყებით ადამიანი განიწმინდება. ვედანტა სუტრაში იგივე აზრი გადმოცემულია ასე. ერთგული სამსახური იმდენად მძლავრია, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით ცოცხალი არსება უეჭველად ნათლდება. ამის პრაქტიკულ მაგალითს ვხვდებით ნარადას წინა ცხოვრებაში, როცა იგი მოსამსახურის შვილი იყო. მას არც განათლება და არც მაღალი წარმოშობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც დედამისი დიად ერთგულებს ემსახურებოდა, ნარადაც ჩაება ამ საქმეში და ზოგჯერ დედამისის არ ყოფნისას თავად ემსახურებოდა მათ. თვითონ ნარადა ამბობს. შრიმად ბჰაგავატამის ამ ლექსში ნარადა უყვება თავის მოწაფე ვიასადევას თავისი წინა ცხოვრების შესახებ. იგი ამბობს, რომ ეს წმინდა ერთგულები 4 თვის მანძილზე დარჩნენ მათთან. ამ დროს, როდესაც მოახლესავით ემსახურებოდა, მჭიდრო ურთიერთობაში იყო მათთან. ზოგჯერ ბრძენები ტოვებდნენ თეფშზე საჭმლის ნარჩენებს. ბიჭს, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა, ნარჩენების გასინჯვა უნდოდა. ამდენად ნებართვა ითხოვა დიად ერთგულებისგან და თანხმობის მიღების შემდეგ ნარადა ამ ნარჩენებს ჭამდა. ამიტომაც განიწმინდა ყოველგვარი ცოდვითი შედეგებისგან. რაც მეც ჭამდა, მით უფრო იწმინდებოდა თანდათანობით მისი გული, ბრძენების გულივით. დიადი ერთგულები ისმენდნენ და გალობდნენ და ასე ტკბებოდნენ უფლის განუწყვეტელი ერთგული სამსახურით და ნარადასაც თანდათანობით იგივე გემოვნება განუვითარდა. შემდეგ ნარადა ამბობს.
ბრძენებთან ურთიერთობის შედეგად ნარადამ უფლის დიდების მოსმენისა და გალობის გემო გაიგო და ერთგულის სამსახურის დიდი სურვილი გაუჩნდა. ამიტომ როგორც ვედანტა სუტრაშია აღწერილი, თუ კი ცოცხალი არსება უბრალოდ ერთგულის სამსახურითაა დაკავებული, ყველაფერი თავისთავად ნათელი ხდება მისთვის. ამას ეწოდება პრატიაშკა უშუალო აღქმა. სიტყვა დჰარმაიამ ნიშნავს რელიგიის გზას. მართლაც ნარადა მოსამსახურის შვილი იყო. მას არ ჰქონდა სკოლაში სწავლის საშუალება. იგი უბრალოდ დედამისს ეხმარებოდა და საბედნიეროდ დედასაც ერთგულების მსახურება მოუხდა. პატარა ნარადას მიეცა ამის შესაძლებლობა და მხოლოდ მათთან ურთიერთობის შედეგად მიაღწია რელიგიის უმაღლეს მიზანს. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ ყოველი რელიგიის უმაღლეს მიზანს ერთგულის სამსახური წარმოადგენს. რელიგიურმა ხალხმა, როგორც წესი, არ იცის, რომ რელიგიის უმაღლესი სრულქმნა ერთგულის სამსახურის მიღწევაა. როგორც უკვე განვიხილეთ, მერვე თავის ბოლო ლექსთან დაკავშირებით, საზოგადოდ ვედური ცოდნა თვითრეალიზაციისთვის არის საჭირო და თუმცა ნარადას არ მიუღია განათლება სულიერი მოძღვრის სკოლაში და არც ვედური პრინციპების შეუსწავლია, ვედების შესწავლის უმაღლეს შედეგს მიაღწია. ამ პროცესს ისეთი ძალა აქვს, რომ რელიგიის პროცესის სწორი შესრულების გარეშეც კი შეიძლება სრულქმნის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. როგორ შეიძლება ეს? ვედურ ლიტერატურაში ესეც დადასტურებულია. ვისაც დიად აჩარიებთან, მოძღვრებთან აქვს ურთიერთობა, გაუნათლებელიც რომ იყოს და არც ვედები ჰქონდეს ოდესმე შესწავლილი, მაინც შეძლებს რეალიზაციისთვის საჭირო ცოდნის გაგებას. ერთგულის სამსახური ბედნიერებით აღსავსეა. რა არის ამის მიზეზი? ერთგულ სამსახურში შედის შარმანამ, კირტანამ, ვიშნო, ასე რომ ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ისმინოს უფლის დიდების გალობა, ან დაესწროს უფლებამოსილი აჩარიების, მოძღვრების მიერ წაკითხულ ტრანსცენდენტული მოძღვრების ფილოსოფიურ ლექციებს. ცოდნას უბრალოდ იქ ყოფნითაც შეიძენს. შემდეგ შეუძლია მიირთვას ღმერთისადმი შეთავაზებული გემრიელი კერძების ნარჩენები. ნებისმიერ შემთხვევაში ერთგულ სამსახურს სიხარული მოაქვს. ერთგული მსახურება შეიძლება ყველაზე გარხარიბულ პირობებშიაც კი. უფალი ამბობს პატრამ პუშპამ ფალამ ტოიამ. იგი ერთგულისგან ნებისმიერ ძღვენს ღებულობს. ყოველ ადამიანს შეუძლია შეთავაზოს უფალს ფოთოლი, ყვავილი, ხილი ან ცოტა წყალი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში მოიძებნება და სიყვარულით შეთავაზებულს უფალი უსათუოდ მიიღებს. წარსულიდან მრავალი ასეთი შემთხვევა ვიცით. ისეთი დიადი ბრძენები, როგორიცაა სანათ კუმარა, დიადი ერთგულები გახდნენ უბრალოდ იმით, რომ იგემეს უფლის ლოტოსის ტერფებისადმი შეთავაზებული ტულასის ფოთლები. ამიტომ ერთგულის სამსახური ძალზე მშვენიერია და მისი შესრულება ბედნიერი განწყობილებით შეიძლება. უფალი ღებულობს მხოლოდ სიყვარულს, რომელიც თან ახლავს შეთავაზებულს. აქ ნათქვამია, რომ ერთგულის სამსახური მარადიულია. მაიავადი ფილოსოფოსების განაცხადი სწორი არ არის. მართალია, ზოგჯერ ისინი ეგრეთ წოდებულ ერთგულ სამსახურს იწყებენ, მაგრამ მათი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ერთგულ სამსახურს განთავისუფლების მიღწევამდე გააგრძელებენ, ხოლო განთავისუფლების შემდეგ ღმერთი გახდებიან. ასეთი დროებითი შეგუებითი ერთგული სამსახური წმინდა ერთგულ სამსახურად არ არის მიჩნეული. ჭეშმარიტი ერთგული სამსახური განთავისუფლების შემდეგაც გრძელდება. ღმერთის სასუფეველის სულიერ პლანეტაზე წასული ერთგული იქაც უზენაეს უფალს ემსახურება. იგი არ ცდილობს უზენაესი უფალი გახდეს. როგორც ამას ბჰაგავად გიტაში ვნახავთ, ჭეშმარიტი ერთგული სამსახური განთავისუფლების შემდეგ იწყება. როდესაც განთავისუფლებული ცოცხალი არსება ბრაჰმანის მდგომარეობას აღწევს, ბრაჰმა ფუტა იწყებს ერთგულ სამსახურს სამა სარვეშუ ფურტეშუ მათ ფაქტიმ ლაფჰატე პარამ. არავის შეუძლია ღვთაების უზენაესი პიროვნების შეცნობა. კარმა იოგას,
ჯნანა იოგას, აშტანგა იოგას ან ნებისმიერი სხვა იოგას დამოუკიდებლად შესრულებით. იოგას ამ მეთოდებით ადამიანი შეიძლება ცოტათი მიუახლოვდეს ფაქტი იოგას, მაგრამ ერთგული სამსახურის მიღწევის გარეშე შეუძლებელია ღმრთების პიროვნების გაგება. შრიმად ბჰაგავატამში დადასტურებულია ისიც, რომ როდესაც ცოცხალი არსება განიწმინდება ერთგული სამსახურით, განსაკუთრებით კი რეალიზებული სულებისგან შრიმად ბჰაგავატამის ან ბჰაგავატ გიტას მოსმენით, კრიშნას ანუ ღმერთის მეცნიერებას გაიგებს. როდესაც ცოცხალი არსების გული ყოველგვარი სისულელისგან განიწმინდება, მას შეუძლია გაიგოს ვინ არის ღმერთი. ამრიგად, ერთგული სამსახური, ანუ კრიშნას ცნობიერება, მთელი განათლების და მთელი საკრალური ცოდნის მეფეა. ეს უწმინდესი სახის რელიგიაა და იგი ყოველგვარი სირთულის გარეშე სიხარულით სრულდება. ამიტომ ადამიანმა უნდა მიიღოს იგი.